საღამომშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიომსმენელებო, დღეს ხუთშაბათი 6:30-ია და ტრადიციულად პირდაპირ ეთერშია გადაცემა კრიტიკული აზრი და მე ამ გადაცემის წამყვანი გიორგი ლომია ვიქნები თქვენთან ერთად 50 წუთის განმავლობაში. თქვენ როგორც ყოველთვის შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში. ჩვენი ტელეფონის ნომერი 557-885588. დარეკოთ და ან აყვეთ იმ თემას, რომელსაც მე შემოგთავაზებთ, ან პირიქით შემოგთავაზოთ თქვენთვის უფრო მეტად საინტერესო თემები. მე კი დავიწყებ გადაცემას ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებით, განცხადება ადრე გაკეთდა, მაგრამ ეხლა უფრო მეტად უღრმავდებიან, ანუ სიღრმეებში შედიან. განცხადება ეხება ემიგრანტებს, რომლებიც შემოვიდნენ ჩვენს უცხოელებს, რომლებიც შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში და მათ დეპორტაციაზე ჩვენი ქვეყნიდან, იმიტომ რომ არალეგალურად იმყოფებიან ქვეყნის ტერიტორიაზე. მაგრამ აღმოჩნდა, ხელისუფლება გვპირდება, რომ რამოდენიმე ეტაპად გაყრის ამ არალეგალებს, მოდით ასე ვთქვათ, ქვეყნიდან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათი რაოდენობა არის 20,000-ზე მეტი. სიმართლე რომ გითხრათ, მე მართლა გამიკვირდა, როგორ შეიძლება არარეგისტრირებული, არალეგალი 20,000-ზე მეტი ყავდეს ქვეყანაში, ისეთ ქვეყანაში, როგორც არის საქართველო. მესმის თქვათ შეერთებულ შტატებში 20-იც და შეიძლება 200,000-იც ისე დაიკარგოს, რომ ვერ გააკონტროლებ, მაგრამ იქ 360 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ჩვენს ქვეყანაში 20,000 უცხოელი არალეგალი, ეს ნამეტანია. როგორ აღმოჩნდა ის უცხოელი არალეგალად ჩვენს ქვეყანაში? გასაგებია, რომ აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ არალეგალურად გადმოკვეთეს საზღვარი. არა, გასაგებია, რომ ლეგალურად შემოვიდნენ, მერე დარჩნენ, გაუვიდათ ვადა გაუვიდა ვიზასაც, ალბათ პასპორტსაც და უბრალოდ დარჩნენ და ცხოვრობენ, გააგრძელეს ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ მე სხვა კითხვას ვსვავ. კონკრეტული სამსახური, კონკრეტული უწყება, ვისაც ევალება მათი კონტროლი. როგორ გაეპარა 20,000 ერთ დღეში ხო არ გახდა? ესე იგი, შემოვიდა ვიღაცა დარჩა, თქვათ 10 კაცი შემოვიდა ერთად, კაი 100 კაცი. მერე კიდე, იმას არ მიაქცია ყურადღება, მერე კიდე შემოვიდა თქვათ 50-100 კაცი, იმასაც გაუვიდავა და იმასაც არავინ აკითხავდა, არც აინტერესებდათ რა შვებიან, სად არიან, ვერ აკონტროლებთ სიტუაციას ფაქტიურად და ესე გაიზარდა 20,000 კაცამდე. ხალხო, არ შეიძლება ასეთი უკონტროლობა. მე ამბობთ, რომ სამსახურში, ყველა სამსახურს ექნება გარკვეული კვოტები და არის სამსახურები, როგორც არის გიდის სამსახური, თქვათ კურიერი ან ტაქსი, სადაც იქნება ნულოვანი კვოტა. ნულოვანი კვოტა, თუ კი უცხოელს არ ექნება ბინადრობის უფლება და არ ექნება, მოქალაქეობის თუ მოქალაქე უკვე უცხოელი აღარ არის. ესე იგი ბინადრობის უფლება უნდა გქონდეს. ეხლა ბინადრობის თქვენ მოდით ნელ-ნელა მიყვეთ, ეტაპობრივად მიყვეთ ამ საკითხს. პირველია, კარგია, რომ თქვენ დღეს ამ თემას შეეხეთ და ამ თემაზე საუბრობთ. ხელისუფლებას ვეუბნები და რაღაცას ცდილობთ, რომ რაღაცა გააკეთოთ. კარგია და მე მინდა მაყურებელსაც უთხრა, რომ ეს თქვენი დამსახურება, ჩვენი მოსახლეობის დამსახურება, ჩვენც ბუნებრივია. ვიღვაწეთ, სხვებმაც იღვაწეს და ხელისუფლებამ შეისმინა, გაიგო, რომ ეს არის აქტუალური და მტკივნეული თემა ჩვენი მოსახლეობისთვის და დაიწყო ამ მიმართულებით მოქმედება. დაიწყო რეალურად რაღაც ქმედით ნაბიჯების გადადგმა, თუ ეს უბრალოდ სპექტაკლია, რომ ადამიანები გაჩუმდნენ და თქვან, რომ ჩვენ კი ბატონო, აი ხელისუფლება ამას აკეთებს და პრეტენზია ამ მიმართულებით არ უნდა გქონდეს. ამისთვის კეთდება ეს თუ რეალურად ხელისუფლება მიხვდა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენ არ მივცეთ საშუალება უცხოელს
იმ რაოდენობით შემოსვლა საქართველოში, რა რაოდენობითაც შემოდიოდა ბოლო პერიოდში, არ ვიცი, მაგრამ კარგი იქნება თუ კი მიხვდება ხელისუფლება, რომ ის მართლაც ასეა. ეს ყველაფერი გასაგებია, უბრალოდ 14 წლის განმავლობაში თქვენ უშვებდით ხალხს საქართველოში და დღეს ამბობთ, რომ დადგა დრო ეხლა მათი დეპორტირების ჩვენი ქვეყნიდან. მე სხვა კითხვას ვსვავ. ბინადრობის უფლებას როგორ აძლევთ, ანუ აპირებთ გააგრძელოთ ისე მიცემა ბინადრობის უფლების როგორც ადრე აძლევდით და მეორე კითხვა, ბოლოს და ბოლოს ხმამაღლა მაინც თუ იტყვით იმას, რომ ვერც სხვა სამსახურშიც ვერ იმუშავებს უცხოელი, ანუ სერვისის მიწოდებას გულისხმობ, ნებისმიერ სამსახურში, რომელსაც ქვია სერვისის მიწოდება, რომ მან ვერ იმუშავებს უცხოელი, რომელმაც არ იცის ქართული ენა. ამას რატო არ ამბობთ? ზარია ეთერში. გისმენთ, ისაუბრეთ. ისაუბრებ, მაგრამ ლაპარაკობს და რა. არა, ისაუბრეთ, მე უსმენთ ტელევიზორს, მე მესაუბრებ. რა მინდა რომ გადმოგცეთ ახლა მე თქვენ. დიახ. მინდა რომ ერთი ჯგუფი შეიქმნას, რომელსაც ასეთი დარღვევები რო ხდება სახელმწიფოში, უფლებაერთად გააკონტროლოს სახელმწიფო, რომ ასეთი დარღვევები არ მოხდეს. არ შეიძლება კაცო? ამას შეიქმნას ჯგუფი ისეთი კარგი. ამ მიმართულებით იმუშავებს. ამ ჯგუფს შეიძლება დარღვევები აღარ მოხდება მერე. ამ ჯგუფს შეიძლება დაერქვას არასამთავრობო ორგანიზაცია, მაგრამ მას შეუძლია მხოლოდ რეკომენდაცია გასცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ჯგუფი უნდა იყოს თვითონ ხელისუფლების მიერ შექმნილი, რომლის ხელისუფლება არაფერს არ მოგცემს ჩვენ. ხელისუფლება არაფერს არ მოგცემს, მე ამაში გეთანხმებით, მაგრამ თვითონ ხალხი ისეთ ჯგუფს ვერ შექმნის, რომელსაც იურიდიული უფლება ექნება ხელისუფლებას დაავალოს რამის გაკეთება. ანუ ასეთი ჯგუფები სარეკომენდაციო სახალხო კონტროლი მაგალითად. კი ბატონო, მაგრამ იურიდიული პირი როგორი, ანუ რა სტატუსს აძლევთ? შპს იქნება, არასამთავრობო ორგანიზაცია იქნება, ვინ იქნება ეს სახალხო კონტროლი? იქნება დამოკიდებული თვითონ. ვიზე იქნება? თვითონ იმ ჯგუფმა აირჩიოს გზა, კაცო. არ შეიძლება არა, ბატონო, ერთი წამით. მე უბრალოდ გიხსნით თქვენ, რომ ჯგუფმა შეიძლება აირჩიოს ნებისმიერი გზა, მაგრამ მისი გზა მაინც მიდის იქამდე, რომ რეკომენდაცია გასცეს. მას არ შეუძლია დაავალოს. ასეთი იურიდიული საფუძველი მას არ ექნება, რომ დაავალოს ხელისუფლებას რაღაცა გააკეთოს. თუ ხალხი აკვება და არაფერი არ შეიძლება, ერთი წუთი მაპარკეთ. თუ არაფერი არ შეიძლება და არაფერს არ ვაკეთებ და არაფერი არ შეგვიძლია, დავანებოთ ამ ტელევიზიას და რაღაც ურეცხავთ ხალხს თვითად. აი, ახლა ეს მეორე საკითხია, შეგვიძლია თუ არ შეგვიძლია. თქვენ მეუბნებით, რომ შეიქმნას ჯგუფი, რომელიც დაავალებს. მე გეუბნებით, რომ ასეთი რამე არ შეიძლება. რა შეიძლება? შეიქმნება ასეთი ჯგუფი, რომელიც გამოიკვლევს ასეთ საკითხებს და დადებს რეკომენდაციას. რეკომენდაციას ხელისუფლება არ შეასრულებს, მაგრამ აკვება ხალხი, გამოვა 100,000, 200,000 გარეთ და მაშინ უკვე შეასრულებინებენ ხელისუფლებას. ასეთი გზა შეიძლება რომ მოიძებნოს, მაგრამ თქვენ იურიდიულ გზას მეკითხებით, გეუბნებით, რომ ასეთი იურიდიული გზა ამ კუთხით არ არსებობს. მადლობა ზარისთვის. ახლა პატივცემულებო, როცა რეკავთ, მე მესმის, რომ გაღიზიანებულები ხართ, მესმის, რომ გაბრაზებულები ხართ იმ ყველაფერზე, რაც ხდება. მაგრამ რას ნიშნავს თქვენ ითხოვთ ისეთ რამეს, რაც შეუძლებელია და მე გეუბნებით იმას, რაც არის შესაძლებელი. აი ახლა ბატონს უნდა რომ ისეთი ჯგუფი არსებობდეს, რომელიც კონტროლს გაუწევს ხელისუფლებას. კარგია, მეც მინდა რომ არსებობდეს. მაგრამ იურიდიულად ასეთი ჯგუფი ვერ შეიქმნება. ვერ შეიქმნება, იმიტომ რომ ხელისუფლება არ მისცემს არავის უფლებას, რომ მისი კონტროლის ქვეშ აღმოჩნდეს. ეს ხო გვესმის? მაგრამ ხალხი ეს ცალკე ჯგუფია. ხალხმრავლობა ეს არის ყველაზე ძლიერი კონტროლი ხელისუფლებაზე. ხალხმრავლობა. აი გამოვა ქუჩაში 100,000, 200,000 კაცი. ხელისუფლება დაიხევს უკან. არ გამოვა გარეთ, რა ჯგუფიც არ უნდა შექმნათ, არავინ არაფერს არ შეასრულებს. ბოლო პერიოდში
ბოლო პერიოდში ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ ხელისუფლება ყოველთვის აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ პროდასავლური ძალები გამოდიან გარეთ. და ამით ამშვიდებს საკუთარ თავსაც და დანარჩენ, ასე ვთქვათ, მოსახლეობას, რომ ნუ გეშინიათ, ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ, ვინაიდან მხოლოდ ეს ლიბერალური ძალები გვებრძვიან. მაგრამ თქვენ ვინც რეკავთ, ხომ არა ხართ ლიბერალები? არა ხართ. უამრავი ხალხი სახში ზის, რომელიც არ არის ლიბერალი, მაგრამ არ მოსწონს ყველაფერი ის, რასაც ჩადის ხელისუფლება. უბრალოდ გარეთ არ გამოდის ხალხი. არ ვიცი, ჯერჯერობით არ გამოდის, არ არის მზად, თუ ხვალაპირებს გამოსვლას, ვერ გეტყვით, ერთმანეთს უნდა კითხოთ. მაგრამ როცა გამოვა ხალხი გარეთ, რეალურად, არ და ხელისუფლება უკვე ვეღარ იტყვის, რომ ეს ლიბერალური ძალებია. რომ გამოვა გარეთ, მე დაიხებს უკან ხელისუფლება, ზარია ეთერში. მოგესალმებით, ბატონო გიორგი. მოგესალმებით. მინდა მესაუბროს საკითხზე, მაგრამ ვინაიდან რადგანაც პირდაპირ ეთერში თავისი აზრი გაგვაცნო როგორც ტელემაყურებელს ასევე მსმენელს, მინდა უთხრა ერთი ელემენტარული, ძალიან უბრალოდ. აი ახლა გუში, თემქაზე, მეოთხე მიკრორაიონში, ერთ-ერთ სადარბაზოში, ლიფტი ღირდა 5 თეთრი. დღეს დილით უკვე გახდა 10 თეთრი. შევქმნათ კომისია და ეგ რომელიც შემოვიდა წერნა ტელევიზიით, თავმჯდომარე დავნიშნოთ. რას გავაკეთებთ? ეს ხარი ძალზე პრიმიტიული აზროვნება. იმიტომ არის ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვისთვის, მაგრამ იმიტომ არის პრიმიტიული, რომ რას გაძლევს ეს ბოლოში. კომისიას კი არა, აგერ ამერიკას და აგერ ინგლისს უკეთებს იგნორირებას თავისი უჩქუობით. ხომ უნდა ამჩნევდეთ ასეთ რაღაცას? აქ რო რაღაცა შეიქმნეს და რაღაცა შექმნილიც არის, ჩამოყალიბებულიც არის და რაღაცად გვაწოდებს. და twins ვინ ურეცხავს და როგორ ურეცხავს, ხო? ამ სიტყვას ყურადღება მიაქციეთ. თუ ობიექტივში ვიღაცა ვინმე მაინც ლაპარაკობს ერთი გამოსვლელი, ვისაც მიესადაგება ეგ სიტყვა, კითხე ნებისმიერს, ეს არის მე კატეგორიულად გამორიცხავ ასეთ საკითხს. ხო და ამისათვის არის პატრიოტ ალიანსი არაერთხელ გითქვავს, სადაც შედის 15-მდე პარტია და 50-მდე ორგანიზაცია. ბევრიც გამოვლენილა, ბევრსაც გამოავლენენ. ხო და ერთადერთი ძალა არის ხალხის მასა. 200,000 კი არა, მილიონი ნაცავად ყველა უნდა გამოვიდეს. ნათქვამია კიდევ ერთხელ გამიმეორებ, ზოგიერთი რამ ისეთია, თუ არ დაინახე ვერ იწამენ. ზოგიერთი რამ კიდე ესეთია, თუ არ იწამე ვერ დაინახავ. თუ გწამს, უნდა გამოხვიდე გარეთ და დაინახავ დასანახავს. აბა როგორ გინდა ახლა ამ ხელა გვერდზე მდგომი ხალხი ციხეში შეყარებლა, შენ და მე დავიდოს ეგა. თუ ძალა არ გვექნება და ერთად მდგომის ძალას არ ვაჩვენ ერთ. ამიტომ უნდა გავერთიანდეთ აგერ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, თუ არ იცით, გაიკითხეთ, ისწავლეთ, მოусვინეთ, პური დაუგდეთ, გაანალიზეთ ამ პარტიის ხელმძღვანელთა და მათ გვერდზე მდგომ პირთა გამოსვლები და კიდას ნებისმიერ საკითხზე დასვით საკითხი და ისაუბრეთ. მე ახლა ბატონო გიორგი ორივე ერთი წუთი მინდა ერთი რამ თქვა. რო აღრიცხვენებას აკეთებს აგე 5 კაცი გავაძლევო. რამდენი შემოუშვა? ამას რატო არ გვეუბნება? სტატისტიკის სამსახური სად არის? რამდენი ახალგაზრდა ნარკოტიკებით იღუპება ყოველ დღე არაერთი და ორი უფრო მეტი. და ჩემო თანამემამულენო, უცხოეთში თუ ყავს ნამყოფი, თურქეთი ავიღოთ, სადაც უმეტესწილად ბევრი არის ნამყოფი. აბა ერთი კაი დედიშვილი ხარ და რაღაცა ცოტა ხმამაღლა თქვი. იქავე მიგიჩენენ იმ ადგილს, რაც არ გეკუთვნის. ასე იქნება აქაც უარესი. ცოტა ხანში თუ ასე მასიურად ამ ჩვენმა უთავბოლო უუნარო ხელისუფლებამ შემოშვების უფლება მიცა ისე. ყველაფერი სპექტაკლია მათი დაზმული. ეს არის დროის მოგების მექანიზმი მათ მიერ შემუშავებული, რომ ხალხს ვისაც არ უნდა ჭუას ციხლი დააჭიროს და იაზროვნოს ისე, რომ თავისთვისაც კარგი იყოს და თავის ქვეყნისთვისაც,
ყოველთვის უარეს დღეში ჩავარდებით. ამიტომ კარგად დავწონოთ. მე ბოდიში ვხდი სხვა ტელემაყურებლებს, რომელსაც შემოსვლა უნდა პირდაპირ ეთერში შემოვიდეთ, თქვი კაი ხალხო, ცოტა აზრიანი რაღაცა მივაწოდოთ ერთმანეთს. მე მაგალითად ზოგიერთი შემოსვლების გამოსვლა მიმიტოვებია ხოლმე საქმე და მთლიანად ტელევიზორში დამზარალობის ერთი კარგი და მისაღები და აზრიანი წინასწარმეტყველები მოუწოდებია. მადლობა ზარისთვის. მაყურებელს მე არაერთხელ მithქვამს, რომ მაყურებელს უფლება აქვს ისაუბროს ნებისმიერ თემაზე, გაგვაკრიტიკოს ჩვენც, გააკრიტიკოს ჩვენს მიერ წამოწყებული თემაც და იდეებიც, მაგრამ აქ საუბარი სხვა რამეზეა. უბრალოდ ჩვენი მხრიდანაც ეს კრიტიკა კრიტიკისთვის კი არ არის. მე არ ვცდილობ გავაკრიტიკო, მე ვამბობ ძალიან კარგია, რომ ხელისუფლებამ დაინახა, შეისმინა ხალხის ხმა და რაღაც ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით. ძალიან კარგია. უბრალოდ თუ ეს რეალურად არის შესმენილი და გაკეთებული და არ არის მორიგი სპექტაკლი, რომ უბრალოდ ხალხი დამშვიდდეს და იფიქროს, რომ ხელისუფლებამ მართლა ეს სწორი გზა აირჩია. ამაზე მიდის მსჯელობა ეხლა. ასევე ბინადრობის გაცემის უფლება. ანუ ხელისუფლება ადრე ბინადრობას არ იგებდა, რა ვიცი, ალბათ დღეში 20-25-ს მაინც ურიგებდა. და ისმის კითხვა, ბინადრობის გაცემის პროცედურა გამკაცრდება, უფრო მეტი მოთხოვნა ექნება ადამიანის უცხოელის მიმართ, თუ გაგრძელდება იგივენაირად, თქვენ ცდილობთ უბრალოდ ლეგალიზება მოახდინოთ თქვენივე მიღებული კანონის და მე უთხრათ ხალხს, რომ რა გინდათ, ეხლა ხომ ყველაფერი კანონიერად არის. თქვენ თვითონ არ თქვით, რომ რა კარგია, ეხლა არალეგალები აღარ არიან ქვეყანაში. და თუ კი ლეგალი იმუშავებს და ლეგალი დაიკავებს იმ სამუშაო ადგილებს, რაზეც ჩვენ ეხლა ვსაუბრობთ, იგივე არ იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ანუ იმ ქართველებისთვის იგივე პრობლემა არ დადგება? დადგება. ამიტომ ვამბობ, აქ საუბარია რეალურად შემცირებაზე უცხოელების შემოსვლას და აქ არსებულ უცხოელების გაყვანას ქვეყნის გარეთ, ანუ ამაზე ხართ მიმართულები, თუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უბრალოდ დადგმულია სპექტაკლი, რომ ხალხი დააწყნაროთ. მსჯელობა მიდის, არანაირი მტკიცებულება არ არის. უბრალოდ მსჯელობ, ზარია ეთერში. გისმენთ? ალო? დიახ, ქალბატონო, ისაუბრე. გამარჯობათ. მოგესალმებით. ერთხელაც ადრე იყო შემოვედი, მე თქვენთან ეთერში გვიან შემოვიერთდი. კი ბატონო. ისა, ბატონო გიორგი. დიახ. დიდ პატივს ძალიან ჭკვიანი ადამიანი ბრძანდებით, მით უმეტეს ჩემი განსხვავებული პოზიციისა. ერთი ვიცი, რომ ნამდვილად სულ ყველა. ის ინდოელია, ირანელია, ის არის, ეს არის, ყველა წავა. ეს თემა უკვე წამოვიდა წინ. ეხლა, აი წინამორბედმა რო დარეკა უვარგისი მთავრობაო. მე რატო არ გამოდიან უვარგისი მთავრობის წინააღმდეგ? გამოვიდეს აბა ის 100,000 და 200,000 კაცი. აი მე ამაზე მაინტერესებს თქვენი პასუხი. მით უმეტეს ამ აკაცუკებმა მთელი რუსთაველი გააუბედურეს. ნადრეშია რუსთაველი ყველა მიცის. და რა ხალხი დგას იქ? თქვენ ჩემზე კარგად იცით ბატონო გიორგი. ეს ერთი. ეხლა მეორე. გულწრფელად მიპასუხეთ, გულწრფელად გელაპარაკებით. რაზმის ახალ, როდესაც ვიღაცა, გადამთიალი დიდი ბრიტანეთი ჩვენ ქართულ ახალს ასამჩირებს. აი თქვენი აზრი მაინტერესებს. რაზმის ახალ ამასთან დაკავშირებით. მინდარია საერთოდ საიდან მოვიდნენ? ამ ბრიუსელის საიდან მოვიდა და ან ფონდერ ლაიერი თუ ვიჯანდაბარი, კაია კალასი თუ ჯანდაბა, მე მაგათ თქვენთან სიდა ჩართვაში სულ ჩერჩეთი ქალები ვეძახე. მაგათ შედასაწყვეტია ბატონო გიორგი, მინდა რომ ამაზე გამცეთ კიდე პასუხი, აი ასეთი რაღაცა. კი ბატონო. და მინდა ბატონო გიორგი, დაუძახეთ აბა ხალხს. როგორ? დაუძახეთ. აი თქვენ მე გეთანხმებით იმაში ხალხი არ გამოდისო. მიზეზი ბატონო გიორგი. აი რატო? კი ბატონო. რატო ბატონო გიორგი? კი ბატონო.
რატომ ამას შეიძლება რამოდენიმე მიზეზი გქონდეს და ზოგადად ადამიანი საერთოდ თვითონ თავისი თვისებიდან გამომდინარე არის ზარმაცე და არის ესე ვთქვათ წინ დახედულობა ჩვევი ადამიანს, მაგრამ ამ შემთხვევაში წინ დახედულობა უფრო სიზარმაცესთან სიახლოვეშია და არა მართლა წინ დახედულობასთან. ცდილობენ რომ დააკვირდნენ, გამოვა სხვა, თუ სხვები გამოვლენ და ბევრნი იქნებიან, მერე შეუერთდებიან. თუ არ გამოდის სხვა, მე რატო გამოვიდე და ასე შემდეგ. ანუ ეს მსჯელობა უფრო ახასიათებს ჩვენს ხალხს. რაც შეეხება სანქციებს, ქალბატონო. აი თქვენ მე მეკითხებით გულწრფელად გაგცეთ პასუხი იმაზე, მომწონს მე ეს თუ არ მომწონს. რა თქმა უნდა, მე არ მომწონს. და არ შეიძლება ვინმეს მოსწონდეს. მაგრამ არის მეორე კითხვა, რატომ ხდება ეს? რამდენად სამართლიანად ხდება? აი ბრიუსელი ახსენეთ თქვენ. ეთერში ბრძანდებით ქალბატონო თუ გახვალ? დიახ, ეთერში ვარ, დიახ. ეთერში ხართ კი. ბრიუსელი ახსენეთ თქვენ. რა უფლება აქვს ბრიუსელს თქვათ რომ დაგვასანქციროს? ის უფლება აქვს რომ ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი გვაქვს მოწერილი ქალბატონო. რატომ მოაწერა ამ ხელისუფლებამ ხელი? ისე დოკუმენტს არ მოეწერა და მაშინ სამდღეში ჩააგდებდნენ. რატომ გონიათ რომ ჩააგდებდნენ? ან რომ ჩაეგდოთ შავ დღეში როგორც თქვენ ამბობთ, დაეწყო ხელისუფლებას ბრძოლა მაშინ კაცო. და უფრო ლოგიკური არ იქნებოდა? აინეტა. უფრო ლოგიკური არ იქნებოდა, როცა დაგვარტყა ევროპამ, დავარტყით ჩვენ, თქვათ, როგორც ამბობს ეს ხელისუფლება. არა, ხელისუფლება ყველაფერზე აწერდა ხელს და დღეს, როდესაც მის ინტერესებში, განა ქვეყნის ინტერესებზეა საუბარი. როცა მის პირად ინტერესებში არ შედის მათთან ის ურთიერთობა, რა ურთიერთობასაც ავალებს ევროპა, ამ შემთხვევაში უკვე ევროპას დაუპირისპირდნენ. ანუ დაფიქრდით თქვენ რომ საუბარი მიდის რაზე? სამართლიან არჩევნებზე. მანამდე, რადგან სამართლიან არჩევნებს არ ითხოვდა ევროპა 2014 წელს, თქვათ 2016 წელს, ხელისუფლებას ყველაფერი აწყობდა და ყველაფერზე აწერდნენ ხელს. ყველა დოკუმენტზე, რომელსაც სთავაზობდა ევროკავშირი. როდესაც მივიდა საუბარი იმაზე, რომ არა, თქვენ აყალბებთ არჩევნებს და არჩევნები უნდა ჩაატაროთ სამართლიანი, მაშინ ყველა დოკუმენტს გადაეხაზა ხელი. აი ახლა მე თქვენ გისვავთ კითხვას ახლა. აი რამდენად სამართლიანია ხელისუფლების აი ეს გადადგმული ნაბიჯები, როცა ის ქვეყანაზე არ ზრუნავდა ამ წლების განმავლობაში და ქართველ ხალხზე და როცა კონკრეტულად მას გაუჭირდა იმით, რომ მას მოსთხოვეს ისეთი რამე, რაც კონკრეტულად მათ არ აწყობდათ, მაშინ დაუპირისპირდა მთელი ქვეყანა, ვითომ დაუპირისპირდა ევროპას. აი, რამდენად სამართლიანია ასეთი მიდგომა? არ არის სამართლიანი. ამიტომ ის, რომ მე მასანქცირებს ვიღაცა, ბუნებრივია, რომ არ შეიძლება მომწონდეს და არ მომწონს. მაგრამ მე ვიაზრებ და ვხვდები, რატომ ხდება ეს დასანქცირება. და კარგი იქნება თუ სხვა ჩვენი მოქალაქეც მიხვდება. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ მართალია ხელისუფლება თუ არ არის მართალი. არა, აქ საუბარი იმაზეა, ხელისუფლება იქცევა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე თუ არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მე მომწონს თუ არ მომწონს ხელისუფლება, ამას მნიშვნელობა არ აქვს. არც თქვენ მოგწონთ თუ არ მოგწონთ, არც ამას არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა აქვს კიდევ ერთხელ ვამბობ იმას. ჩვენ როგორ ვაფასებთ ხელისუფლებას, როგორც ხელისუფლება, რომელიც იქცევა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ როგორც ხელისუფლება, რომელიც იქცევა ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ამაზეა საუბარი, ჩვენ შეფასებას აქვს მნიშვნელობა და შეფასებას სწორი რომ გავაკეთოთ, ბევრი რამე უნდა გავაანალიზოთ. ეხლა ხო არ გეწინებათ რომ გითხრათ რაღაცა? მე არ მწყინს ქალბატონო, მითხრა. არ გეწინოთ, იმიტომ რომ ძალიან ისეთი გულახილი და ისეთი ადამიანი ვარ. მე რამდენადაც მახსოვს ბატონო გიორგი, დღეს 3 თუ 4 კაცი გაიყვანეთ მაშინ პარლამენტში და არ შეხვედით ბატონო გიორგი. ასე მახსოვს, 3 იყო თუ 4 კაცი გაიყვანეთ, ხო? ჩვენ მივიღეთ. ეხლა ბატონო გიორგი, დამიწვე 1 წუთი, მისარგებლებ თქვენი ეთერი. დიახ. დიდი მადლობა მინდა მოუხადო ბატონ მიხეილ სარჯველაძეს და რატომ ბატონო გიორგი უცბად აღმოჩნდი ონკოპაციენტი.
ერთი დღე არ გამგიანებია, არც დაფინანსება, არც ოპერაცია, არც დაკეთება, არც ამალი, არც ისა და აი დიდი მადლობა ამ ადამიანს. თქვენ კიდე ღმერთმა გაგახაროთ. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ თქვენ თორე არ უყურებდი მე თქვენ გადაცემას. იმიტომ რომ ერთ-ერთი ნათობი წერტილი იმ დროში თქვენ იყავით ობიექტივი და ის აკუიქა, რაგვარია აკუბარდია. როცა სიმართლე გვინდოდა გაგვეგო ხო? ობიექტივი ვიკარგავთ რამეს, ღმერთმა წარმატებები მოგცეთ და მინდა რომ გახვიდეთ არჩევნებში. მადლობა ქალბატონო. მადლობა. კეთილი. კარგით, მადლობა. გავაგრძელოთ ჩვენი გადაცემა. კიდევ ერთხელ გავმეორდები, მე მინდა სწორად გაიგოთ. კრიტიკული აზრი არ არის უბრალოდ კრიტიკა კრიტიკისთვის. არა, კრიტიკული აზრი ზოგადად ადამიანს უნდა ახასიათებდეს კრიტიკული აზროვნება. როცა ადამიანს ახასიათებს კრიტიკული აზროვნება, ის ვერ მიიღებს სხვადასხვა ინფორმაციას, ვერ მიიღებს ისე, როგორც მას ამ ინფორმაციას სთავაზობენ. არა, ის ყოველთვის გააანალიზებს და მიიღებს ამ ინფორმაციას უკვე გასუფთავებულს. და მიხვდება, რამდენად მისაღებია მისთვის, ან მიუღებელია. აი, ჩვენ მაგალითად ინტერნეტში ხვდებით ხოლმე, თქვენც დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ეს ანუ არ არის დამალული ხო ინფორმაცია, როდესაც შედიხარ და უყურებ სხვადასხვა მიმოწერას, ხვდები რომ ადამიანები ვერ არც ცდილობენ რომ გაიგონ რამდენად შეესაბამება სიმართლეს ის ინფორმაცია, რომლის ქვეშ ისინი რაღაც პოსტებს ტოვებენ. არ ცდილობენ. აი ვიღაცამ დაწერა რომ სადღაცას ლომმა თქვა დაბადა სპილო და სრული სერიოზულობით იწყება წერა, აი მე გეუბნებით, სრული სერიოზულობით იწყება წერა, რომ აქ გენეტიკურ იმას რა ქვია, გენეტიკურ რაღაც ცდებს აქ ადგილი, იქ რაღაც გაუცხოებული სქესობრივი კავშირი და მთელი რეალურად და სრული სერიოზულობით იწყებენ მსჯელობას რაღაც სისულელეზე. არავინ არ ცდილობს რომ დაფიქრდეს, ან ბოლოს და ბოლოს შედი ინტერნეტში გადაამოწმე, სადმე ხო იქნება კიდე ეს ინფორმაცია, ხო მარტო ამ ადამიანმა რომელმაც დაწერა, მარტო ამ ადამიანმა ხო არ იცის ეს. ესე იგი სადღაცას იქნება კიდე ინტერნეტში, მაგრამ არავინ არ ცდილობს გადამოწმებას. ეგრევე ხდება პოსტები, თითქოს ის ღმერთია ვიღაცა მათთვის ღმერთია და დაწერა და მისი სიტყვა არ შეიძლება რომ ეჭვ ქვეშ დააყენო. აი ხალხო, რა დღეში ხართ? რა დღეში ვართ სულ ყველა პრინციპში? ზარია ეთერში. გისმენთ ისაუბრეთ. გასაგებია რომ ქართულებს აგერ ჩაუწევ ისაუბრეთ. ხოცები და ისინი არა ხართ რომ გასაგებია. არა, ერთი რა ვიცი. თვითონ რესპუბლიკაზე რატო ალაპარაკობ? რაზე არ ვლაპარაკობთ? მე რესპუბლიკაზე რომ აი დამოუკიდებლობა მასქენით. მე ვიღაცა პედარასი, ვიღაცა თათარი, თანაბარი როგორ ვარ? კონსტიტუცია. განაირია. ვერ გავიგე ბატონო, არ მესმის რას გულისხმობთ. რატომ არ საუბრობთ რესპუბლიკაზე? ვიღაცეები ახსენეთ კიდე. კონსტიტუცია რანაირია, ვერ ხვდები რა, აი კითხვა ვერ გავიგე. რამე ვერ გაიგე? ქართველი? დიახ. თათარი? დიახ. ვიღაცა პრესვიტერი, ვიღაცა რატო არის ერთი?
რატომ არის საქართველოს მოქალაქე ყველა ერთი, ანუ ამას ამბობ? საქართველო არ არის რესპუბლიკა, რესპუბლიკა არის ფედერაცია. რატომ არის? აი ვინმე მახსოვს. კარგით, ბატონო, ვერ აყალიბებთ აზრს, მადლობა ზარისთვის. ეხლა სერიოზულად ვისაუბროთ ისეთ თემებზე, რომელიც მართლა აქტუალურია. ეხლა არ ვიცი, თქვენ რას გულისხმობთ, მაინც ვერ გავიგე. საქართველოს მოქალაქე, ვინც არ უნდა იყოს, ბუნებრივია ის არის მოქალაქე, ისეთივე მოქალაქე, როგორც სხვა დანარჩენი. ნაციონალობას არ აქვს მნიშვნელობა და აღმსარებლობას არ აქვს მნიშვნელობა. კონსტიტუციაში ეს გვიწერია. კონსტიტუცია არ ყოფს ადამიანებს არც ნაციონალური პრინციპით, არც რელიგიური პრინციპით და არც სხვა იდეოლოგიური ან სხვა შეხედულებების პრინციპით. არ ყოფს კონსტიტუცია. ამიტომ რატო კითხულობთ რა კონსტიტუცია ან კეთილი, კარგით, აღარ დროს დავკარგავთ ამ თემაზე. ზარი ეთერში შემოუშვით. ალო. დიახ, გისმენთ. ალო. გისმენთ, ისაუბრეთ. ტელევიზორს, ნუ უსმენ ტელევიზორს, მე მესაუბრეთ. გამარჯობა. თქვენ მე მესაუბრეთ ტელევიზორს, ნუ უყურებთ მეთქი ტელევიზორში. სხვა, ანუ სხვა საუბარიც რომ იყოს, თქვენ გააგრძელეთ. ეხლა მომისმინეთ განაცხადე. ქართულ ხალხს აინტერესებს არტერიოლა. რამდენი ქართველი ცხოვრობს საქართველოში? რამდენი არაბი ცხოვრობს საქართველოში? და სხვა ეროვნება რუსი რამდენი ცხოვრობს საქართველოში? ამ ლითო ამისი ბალანსირება და გადაცემა შეიძლება. მეორე საკითხი. ეხლა საქართველოს მოქალაქეობა ყველა. ძალიან კარგი კანონი ქონდა სააკაშვილს. მიუხედავად იმისა, ბევრი ცუდი ქონდა. თუ ქართული არ იცოდა ისტორია არ იცოდა ნაწილი მაინც საქართველოში ქართველების მინიჭება მოქალაქეობის მინიჭებას არაზველი. ანუ ბატონო ერთი წამით მათქმევინეთ, ერთი წამით და გააგრძელეთ. ახლა კიდე მოვიდეთ მეცადოს. არა, მე რამდენი მეცედი აშენდა საქართველოში და რამდენი ეკლესია აშენდა გასაბჭოების შემდეგ. ვერ გავიგე, ბოლო გაიმეორეთ. რამდენი მეჩეთი და რამდენი ეკლესია აშენდა გავიგე. საქართველოში გასაბჭოების შემდეგ. რის შემდეგ? გამსახურდიას შემდეგ. გამსახურდიას შემდეგ? დიახ. გასაგებია, გააგრძელეთ. გამსახურდიას შემდეგ. გავიგე, გააგრძელეთ. ხო. დავუსვათ, ეხლა არაბებს რომ ასახლებენ საქართველოში. იმათმა თავიანთი ბიჭები ჰონდა ასენენ ქალაქში. რამდენი აპლიკაცია ქალაქში შედება. კიდევ თაფლი დინადორი არის. სამსენ ჰონდა. ერთი წამით ბატონო, ერთი წამით. სანამ გააგრძელებთ, მე არ გთიშავთ, გააგრძელებთ მე ისევ თქვენ. მე უბრალოდ რა ის თქმა მინდა, ანუ თქვენ ამბობთ, რომ მიხეილ სააკაშვილის დროს იმ 25,000-მა თურქმა მოქალაქეობა რომ მიიღო, ყველა საუბრობდა ქართულ ენაზე? არა, არ საუბრობდა. მაგრამ ნაციონალურისა და სკოლაში ქართული მასწავლებელი დააყენა. ქართული ენა შეესწავლა. არა, თქვენ თქვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა ბევრი რამე ცუდი გააკეთა, ერთი კარგი გააკეთა, რომ მის დროს უცხოელი ვერ მიიღებდა მოქალაქეობას, თუ კი ქართული ენა არ იცოდა. თქვენ ეს ბრძანეთ. თუფლებში და რაიონებში, ქართულ რაიონებში დაიშვა ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი. შეესწავლა ქართული ენა. სააკაშვილმა ჩამოიყვანა 2500-ზე მეტი პედაგოგი, რომელსაც უნდა ესწავლებინა
საქართველოს მოქალაქეებისთვის ინგლისური ენა. ეს ერთი და 25,000-ზე მეტი თურქი რო შემოვიდა საქართველოში, ნელ-ნელა შემოდიოდა ბუნებრივია და მოქალაქეობას რო იღებდა, მე თქვენ გარწმუნებთ რომ ქართული ენა 95%-მა იქიდან არ იცოდა. გამიგეთ? კიდე მაგეთისა. ნეუფეიაკონი გამოვიდა განკარგე ინიციატივა. შეიძლება ეკლესია რატო არ მიცავს ქართველების დაცვაზე? აი ამდენი საერთო სპარტული რატო არ იცავს ქართული ეკლესია? ეს არის სულ გაითიშა. კეთილი, რაც შეეხება ეკლესიას, ამ თემაზე არაერთხელ მithქვამს და ეხლაც გეტყვით. ჩვენ არ ვიცით საპატრიარქო როგორ მუშაობს ამ მიმართულებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქო მუშაობს ამ მიმართულებით და განცხადებებს რომ არ აკეთებს, ღია განცხადებებს, ჩემი ვარაუდი არის ის, რომ მას უნდა მშვიდობა შეინარჩუნოს ქვეყანაში. იმიტომ რომ საპატრიარქომ რო დაიწყოს განცხადებების კეთება, ეს აღელვებას გამოიწვევს საზოგადოებაში. ბევრ შეიძლება ეს არ მოსწონდეს და ბევრი თვლიდეს, რომ ეკლესიაც მღვდლებით საპატრიარქოც უნდა იყოს დარაზმული და გარეთ გამოსული და ხალხი მათ გაყვება და რა მოხდება? რევოლუცია მოხდება, თქვათ, ვიღაცა ფიქრობს ასე. მე მყავდა მამა მიქეელი ეთერში. არ ვიცი, ვინმეს თუ, თქვენ ნანახი გაქვთ თუ არა ის გადაცემა, მაგრამ მამა მიქეელმაც ისაუბრა ამ თემაზე და მანაც თქვა, რომ ჩვენ პოზიციას გამოვხატავთ, მრევლთანაც გამოვხატავთ და ღიათაც გამოვხატავთ, მაგრამ ღია განცხადებას, რომელიც სადღაც ტრიბუნაზე კეთდება, ან ოფიციალური განცხადება Facebook-ში, ან სადმე რომელიმე სხვა სოციალურ ქსელში, ასეთ განცხადებებს მღვდლები არ აკეთებენ ზოგადად. შეიძლება ამბიონიდან იქადაგოს მამაომ და თქვას რაღაც მიმართულება უჩვენოს თავის მრევლს, მაგრამ ის რომ მოწოდება გააკეთოს, რომ წამოდით ეხლა გავილაშქროთ რაღაცის წინააღმდეგ, ასეთ განცხადებას მამაო ეხლა ამ ეტაპზე მამაოები ვერ გააკეთებენ. იმიტომ ომი არ ხდება ქვეყანაში და მტერი ისე ღიად არ შემოდის და დანარჩენი ფარულად მტერი რო შემოდის, ამაზე საუბრობენ მამაოები. და ამიტომ ეკლესია რაც შეუძლია იმას აკეთებს. და მე დარწმუნებული ვარ კიდევ ერთხელ საპატრიარქო რო არ აკეთებს რაღაც განცხადებებს, შიგნით საპატრიარქო მუშაობს ხელისუფლებასთან და ცდილობს რომ გადააფიქრებინოს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ქვეყანას ზიანს მოუტანს. მე ამაში დარწმუნებული ვარ. ვიღაცა შეიძლება არ იყოს დარწმუნებული და ეჭვი ეპარებოდეს, მაგრამ ეს უბრალოდ ადამიანის პოზიციაა და მორჩა. ზარია ეთერში. ალო. დიახ, გისმენთ. მე არალეგალებს უფრო მადარდებს ის საბუთიანი ხალხი, რომელიც გაფორმებული აქვს ეს მოქალაქეობა. დიახ. და არ არის ქართველები ამ დროს შემოსულია ამ პერიოდში. ეს ერთი. ბატონო გიორგი, თქვენ თუ გაქვთ საერთოდ ანალიტიკური სამსახური? ჩვენ ვის პარტიას? პარტიას, რა თქმა უნდა. Patriot Alliance. Patriot Alliance ცალკე ანალიტიკური სამსახური არ აქვს, მაგრამ ანალიზს გავდივართ ჩვენ ვიკრიბებით კვირაში ორჯერ და ანალიზს გავდივართ და ვამუშავებთ ზოგადად ინფორმაციას, რომელიც გვაქვს ხელთ და ამ ანალიზის და ინფორმაციის და ანალიზის საფუძველზე მე ვასკვნით უკვე მიმართულებას, რა მიმართულებითაც გვიწევს მოძრაობა. კი ბატონო, მაგრამ მე რაღაცა ვერ ვხედავ, რომ საკუთარი თავის ანალიზი მაინც გააკეთა. რას გულისხმობ, შეგიძლიათ მითხრათ? რას გულისხმობ, ადრე დავრეკე და მე და ესეთი რაღაცა გითხარით, რომ აი გარედან შეხედოთ თქვენ თავს. დიახ.
იმიტომ რომ ხალხი არ გამოდის ვამბობთ და რატომ არ გამოდის მაგ კითხვა არ გიჩნდებათ. კი ბატონო გითხარით გისმენთ. ყველაფერი ეთერიდან სალაპარაკო არ არის ჩემო კარგებო ცოტა დაფიქრებაა საჭირო. არა, ნუ ჩვენ დავფიქრდით და იქნება თქვენ უფრო რაღაც სიღრმისეულად დაინახეთ ეს პრობლემა და იქნება გვითხრათ. პირდაპირ ეთერში გითხარით რა პრობლემაა? რაღაცებში ვერ გეთანხმებით, მით უმეტეს თქვენ მხარეზე ვიყავი ორჯერვე თქვენ მოგეცით ხმა, თქვენ გისმენთ, მაგრამ ბევრ რაღაცაში არ სიამოვნებს. გასაგებია. რა ვილაპარაკო, არ მინდა ეს კრიტიკა ვილაპარაკოთ ეთერიდან. გადაცემას ქვია კრიტიკული აზრი და თქვენი კრიტიკა ჩემთვის არა, კი, საინტერესოა. მაგრამ ეთერიდან სალაპარაკო ყველაფერი არ არის, კაცო. როგორც არის თქმა, ყველაფერი ისე არის თქმა, ყველაფერი. მით უმეტეს ეთერიდან. გასაგებია, მაგრამ ეხლა ეს ხო ჩვენ გვეხება და მე უფლებას გაძლევთ, რომ ჩვენ რო გვეხება, მე მეხება ამ თქვენ რომ გაძლევთ უფლებას, მე ჩემ თავს ვერ მივცემ მაგ უფლებას. რატო უნდა გვაგინოთ, კაცო, გაგვანძო? აბა, გიბაში არ არის საქმე. აბა რაშია? არ მინდა ის ეთერში თქვა რაც ჩემ მხარეს აწყენს. ვის აწყენს? ჩემ მხარეს რომ ამბობ, მე თქვენ გულისხმობთ ამაში. კაცო, მე გეუბნებით, რომ ჩვენ არ გვეწყინება. თუ კი ეს იქნება საფუძვლიანი კრიტიკა. თქვენ კი არა, მე მეწყინება, კაცო. თქვენ რატო უნდა გეწყინოთ, კაცო? თქვენ გვაკრიტიკებთ და თქვენ უნდა გეწყინოთ? საერთო საქმეში არ მაწყობს ეგა. თქვენ მომის კარგით. მოდით ესე დავულაგდეთ. მე მგონი გამიგეთ თუ ვერ გამიგეთ. არა, ერთი წამით, მოდით ესე დავულაგდეთ. აი თქვენ ამბობთ, რომ რაღაცეები არ მომწონს მე თქვენი. ხო ამბობთ ამას? რა თქმა უნდა. კი, გასაგებია. და უბრალოდ არ გინდათ პირდაპირ ეთერში ამაზე ისაუბროთ, მაგრამ ერთ რამეზე ხო შეიძლება, ნუ თუ ყველაფერი ის რაც არ მოგწონთ, იქიდან არაფერი არ ითქმის პირდაპირ ეთერში? მაშინ ესე გეტყვით. ზოგიერთი რაღაცის კრიტიკა, ახლა როგორც სულ მგელი მოდისო, რო ვიძახოთ არა, მე მართლა რომ მოდის მგელი, უკვე იმას ხალხი აღარ გიჭერებს. კარგით. გამიგეთ? კარგით და ეს მგელი ახლა გასაგებია ალეგორია, მაგრამ ჩვენ რას ვამბობთ ყოველდღე ერთ და იგივეს, რომ ხვალ უკვე ხალხი აღარ დაგვიჯერებს. გითხარით. ბევრ რაღაცაში აქ როგორ გითხრათ ახლა? როგორც გესმით, მე როცა რაღაცა არ მომწონს, მე უკვე მესმის რა არ მომწონს. რაღაცა მომენტში ნაციონალების ხარეზე რო დაიწყეთ საუბარი, არა, ეს ნაციონალები როგორც კეთროვანი ისია დღეს საზოგადოებაში და ხალხი უკვე მერე თქვენ აღარ მოგიდგებათ გვერდზე. ადრე დავრეკე და გითხარით, ნაციონალები გამოხტებიან სადღაც იმ საკითხში, სადაც უნდათ რომ საზოგადოებებმა არ გამოვიდეს ხო? გასაგებია. აი ახლა მე თქვენ პირდაპირ გეკითხებით. დამისახელეთ ერთი ჩვენი ნათქვამი სიტყვა, რომელიც ნაციონალების ცისყვილზე ასხავს წყალს. რამდენი გითხრათ აბა? ერთი მითხარით, მე ხომ არ გეუბნებით რამოდენიმე მითხარ რა. ერთი მითხარით, ერთი. თქვენ ხომ ბევრი იცით და მე ერთს გთხოვთ. გუში თქვენი ერთ-ერთი მხარდამჭერი თქვენ ტელევიზიიდან გამოვიდა და თქვა რომ და მიულოცა საზოგადოებას რომ ისა პოსტივი და რა ქვია იმას კაც დაასანქცირეს. დაასანქცირეს. კარგით. აი ახლა მე თქვენ გისვავთ. ეს ნაქმედებაა ჩემო კარგო. კი ერთი წამით. აი ახლა მე თქვენ გისვავთ კითხვას. მე მაქვს მსგავსი რამ ნათქვამი? არა. მარტო თქვენზე არა, მე ახლა თქვენ გუნდურად მუშაობთ. ერთი წამით მე მიგახვედრებთ უბრალოდ რომ და თქვენს მიხვდებით. აი იმიტომ ვამბობ, როდესაც რაღაცას წაიკითხავთ, ან როდესაც რაღაცას დაინახავთ, გაანალიზეთ სწორად. ობიექტივში მარტო პატრიოტთა ალიანსი არ ზის. თქვენ ამას ვერ აანალიზებთ. თქვენ მართლა გონი ერთი წამით მათქმევინეთ. სხვანაირად არის ჩემო კარგი. ერთი წამით მათქმევინეთ. აი ეგ არის ყველაზე დიდი უბედურება, როდესაც ობიექტივს თქვენ აღიქვამთ, როგორც პარტიულ ტელევიზიას და სინამდვილეში ობიექტივი პარტიული ტელევიზია არასოდეს არ ყოფილა. ის რომ ობიექტივი ოდესღაც შექმნილი იყო დღეს პარტიების ლიდერების მიერ
და მაშინ პარტიის ლიდერები არ იყვნენ, უბრალოდ დამფუძნებლები იყვნენ ობიექტივის. ობიექტივს კიდე ბევრი სხვა დამფუძნებელი ყავს. ბევრი სხვა, რომელსაც იდეოლოგიურადაც განსხვავებული მიმართულებები უჭირავთ. და რაც მთავარი, ახლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ობიექტივში, ამ სტუდიიდან გადაცემა მიყავთ როგორც დასავლურს, ასევე პროაღმოსავლურ იდეოლოგიის მქონე ადამიანებს, ეროვნული იდეოლოგიის მქონე ადამიანებს და ლიბერალური იდეოლოგიის მქონე ადამიანებს და ასე შემდეგ. თქვენ ობიექტივში უნდა უყუროთ გადაცემას და კონკრეტული გადაცემიდან უნდა მიიღოთ რაღაც ინფორმაცია. დაეთანხმოთ ან არ დაეთანხმოთ, მაგრამ ის რომ ყველა ერთ ქვაბში მოხარშოთ და მე მითხრათ რომ იცით რა არის, მე თქვენ გვერდში გედექით, მაგრამ ვინაიდან აი ვიღაცას გადაცემა მიყავს, ადამიანს რომელსაც მე პირადად შეიძლება არც ვიცნობ და იმიტომ რომ მე ყველას კი არ ვიცნობ აქ ვისაც მიყავს გადაცემა. ეგ ერთი და მეორედ ამის გამო ხალხი თქვენ მხარს აღარ გიჭერს. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ეს არ არის პარტიული ტელევიზია, ეს არის ობიექტური, რეალურად ობიექტური ტელევიზია, სადაც სხვადასხვა იდეოლოგიის ხალხი ზის. და თუ ადამიანები დღეს მიჩვეულები არიან, რომ არსებობს რაღაც ტელევიზია, რომელიც კონკრეტულ იდეოლოგიას და კონკრეტულ პარტიას ემსახურება და მათ ეს მოსწონთ, კი ბატონო, უყურეთ იმ ტელევიზიებს. მე სტუდიას ვიყენებ იმისათვის, რომ ჩემი სათქმელი ვთქვა. სხვა მოვა ჩემს ადგილას, აი მაგალითად ჩემი გადაცემის შემდეგ სხვა ადამიანი მოვა, შეიძლება სულ სხვა იდეოლოგიის და სხვა აზროვნების ადამიანი იყოს და სხვა რაღაცაზე ილაპარაკოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მე მას ვეთანხმები, ან ის მე მეთანხმება. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ამ სტუდიიდან ყველა ადამიანს შეუძლია ისაუბროს ის თემაზე, რა თემაც მას უფრო სტკივა და მისთვის უფრო მეტად არის საინტერესო. და ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ნიშნავს, რომ პატრიოტთა ალიანსის წევრები არიან. და რაც შეეხება ნაცმოძრაობას, რაც ამ სტუდიიდან ნაცმოძრაობის მიმართ კრიტიკას აღარ უკვე ზოგი გინებაზეს გადადიოდა. მე მგონი სხვა სტუდიებიდან, არც ერთი სტუდიიდან მსგავს რიტორიკა არ ყოფილა. ამიტომ ნუ ცდილობთ აყვეთ ვიღაცის ნათქვამს, ან არასწორად გაანალიზოთ ის, რასაც ხედავთ, ან რასაც ისმენთ. ყველაფერი უნდა გაანალიზოთ ისე, როგორც არის. მე ვსაუბრობ ამ თემაზე, ხვალ თუ მე დავიწყებ საუბარს ნაცმოძრაობაზე, როგორც პოზიტიურ პოლიტიკურ პარტიაზე ან მოძრაობაზე, დამირეკეთ და რაც გინდათ მითხარით. ან ბატონი დავითი, ან ქალბატონი ირმა, ის ხალხი, ვინც ებრძოდა ნაცმოძრაობას ამდენი წლის განმავლობაში. თუ ესენი დაიწყებენ ქებას, დიდებას, შეგიძლიათ დარეკოთ, მაგრამ ნუ სწხოვთ ობიექტივს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთი იდეოლოგია ეჭიროს. ეს არასწორია. ეს არის ობიექტური ტელევიზია. და ვისაც უნდა რომ ხმა მიაწვინოს მაყურებელს, ყველას შეუძლია მოვიდეს და ამ სტუდიიდან ეს ხმა მიაწვინოს. და არავინ არავის ხელს არ შეუშლის. ეს არის თავისუფლება, ეს არის დემოკრატია, რეალური დემოკრატია. და ჩვენ ერთმანეთის აზრს პატივს უნდა ვცემდეთ. ის რომ მე ვიღაცას არ მოვწონვარ, არ ნიშნავს იმას, რომ მე ის უნდა მეზიზღებოდეს. იმიტომ რომ მე არ მოვწონვარ ჩემი შეხედულებებიდან გამომდინარე. მას შეიძლება ისიც არ მომწონდეს შეხედულებებიდან გამომდინარე. მაგრამ როგორც ადამიანი, კარგი ადამიანი იყოს და ბევრი სიკეთე გააკეთოს. და ამის გამო პატივს უნდა ვცემდე. კეთილი, კარგით. ჩვენ ისე გავაგრძელეთ საუბარი უკვე თემიდან თემაზე გადავდიოდით, მაგრამ იმედი მაქვს პასუხი გავეცი ბატონს. გაითიშა თუ ჩართულია კიდე ბატონი? გათიშულია. კეთილი, კარგით. მადლობა მეგობრებო ზარებისთვის. კრიტიკული ზარები ძალიან საინტერესოა ჩვენთვის, იმიტომ რომ გვეძლევა საშუალება, რომ ამ კრიტიკულ ზარებზე პასუხი გავცეთ მოქალაქეებს. და ზოგიერთს რო გონია, რომ ჩვენ რაღაც მიმართულება ვითომ შევცვალეთ, ან აზროვნება შეიცვალა ჩვენი, ან იდეოლოგია, ამ ზარების მეშვეობით ჩვენ გვეძლევა საშუალება, რომ პასუხი გავცეთ და აუხსნათ ადამიანებს, რომ ჩვენ არ დავხვდივართ იქით-აქეთ. 2016 წელს რაც ვიყავით, 2012 წელს რაც ვიყავით, 2016-ში, 20-ში, დღესაც ის ხალხი ვართ და არსად არავინ არ გადადეს. ვამბობთ, რუსეთთან აუცილებლად უნდა გაძლიერდეს ურთიერთობა.
მაგრამ არც დასავლეთთან არ უნდა დაიკარგოს ის ურთიერთობები, რომელიც ჩვენ გქონდა. კეთილი, კარგი, ჩვენი დრო ამოიწურა სამწუხაროდ, მე კიდე ბევრი სალაპარაკო მქონდა, მაგრამ სამწუხაროდ დრო ამოწურულია. მე თქვენ შეგხვდებით მომავალ კვირას, ორშაბათს, ვიქნებით თქვენთან ერთად 8:30-დან 10:30-მდე. ახლა კი კარგად ბრძანდებოდეთ.